მოსამები. შენი გული მე ვატყობ მაგამ ბავშვს. რატომაც არა, ესე იგი, ბატონო მიხეილ, 20 რიცხვამდე დაგვიკვეითდა იმუნიტეტი, შემოგვიტიეს მიკრობებმა, ალერგიებმა, სისუსტემ. ვატყობთ და თვალები დაწითლებული. ენერგეტიკა დაბალია, განწყობაც. ლამაზის თაკო რა დღეში ახალს ახსრები ხანის აღარ შემოკარგებო ესე ვართ, ადამიანები ვართ, გასაგებია რომ წლებსა თავისი მიაქვს, ახალგაზრდებს არ უნდა გქონდეთ, მაგრამ როგორ არ აქვს და ორგანიზმია ცოცხალია და რეაგირებს, ხო? როცა იმუნიტეტი დაბალია, შესაძლებლობა პრობლემების და მატულობს, ხო? ამიტომ ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ ადრე, ახლა დღეს რაზე მინდა გესაუბროთ. პირველ რიგში 20 რიცხვი, აი წყალგამყოფი ამ თვისა. რა ხდება 20-ში? სამშაბათ დღეს 22 საათზე, უფრო სწორედ და 56 წუთზე, თბილისის დროით მზე ტოვებს კურო ზოდიაქოს ნიშანს, ანუ მიწის სტიქიას და გადადის ჰაერის სტიქიაში, ანუ ტყუპებში. აგერ ბატონო, თქვენ ორივე ჰაერის სტიქიას წარმოადგენთ. ამიტომ აი ახლა თქვენ დააკვირდით რა, 20 რიცხვის მერე. ნელ-ნელა და არა უცებ 20-შივე დაუშვათ, მაგრამ ნელ-ნელა ყოველ დღე იგრძნობთ, რომ იმუნიტეტი მატულობს. განწყობა უმჯობესდება, უფრო უკეთ გრძნობთ თავს, ნაკლებად იღლებით, შრომის უნარიანობა მატულობს და რასაკვირველია წარმატების ფაქტორი და იღბლიანობის ფაქტორი ერთიორად მოიმატებს. ანუ იწყება ტყუპების ერთვიანი პერიოდი. შემოკარგება ესე სანამ ზეგადის ტყუპების და სხვა შეეს მინდა გითხრათ რომ ივნისი იქნება ძალიან ძლიერი და საინტერესო და რატო? მზე არის ამ დროს ტყუპებში, რაც გვავლებს სასწაულ კომუნიკაციას და გონება מחვილობას, გზავრობა მოგზაურობას და ამ დროს ვენერა გადავა კუროში, სადაც მას ძალიან უყვარს ყოფნა. ვენერა არის ფული და სიყვარული. ამიტომ სასიყვარულო კუთხითაც და იმისთვის რომ ფინანსური მონაგარი მივიღოთ, ივნისი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და ფანტასტიკური. ქორწინებისთვის, სასიყვარულო რომანტიკული თავგადასავალი ყველაფრისთვის და საინტერესო თვეა წინ. და ამის მთავარი მასპინძელი იქნება სწორედ ტყუპები. ყოველ შემთხვევაში ახლა 20 მაისიდან 20 ივნისამდე ჩვენ გვაქვს ტყუპების პერიოდი. ანუ მოდის კოსმოსიდან უზარმაზარი ენერგია, რომელსაც მოაქვს ჰაერის სტიქიის და ტყუპების თვისებები, თითოეულ ჩვენთაგანი ვიგნოთ. მეც კი როგორც კურო ვიგზნობთ, რომ უკვე რაღაც ნაწილობრივ ტყუპების ელემენტების მატარებელი ხდები. რატომ? იმიტომ რომ ამ ენერგიას გინდა არ გინდა ადამიანი იგზნობს. და რა, როგორი უნდა გავხდე? რა მოვა? აი კითხვა შეიძლება მაყურებელს დაებადოს, ხო? მოვა ტყუპების კომუნიკაცია. ეს ხო ყველაზე კომუნიკაბილური ნიშანია. ნებისმიერთან, მუშედან დაწყებული მინისტრი დამთავრებული ყველასთან საერთო ენას პოულობს. ანუ არნახულად კომუნიკაბილურია, ზემაღალი ინტელექტუალური პოტენციალი და გონება מחვილობა. არა, უნდა გასწორდეს, აბა მარტო ფერჩატკებში რა ამუშავებთ, ამ კაცზე ეგ რაღაცა აწევს, მასაკი არა. ეხლა მისი დრო მოდის, კაცო. ყველაფერში ნიჭიერია, ყველაფერი გამოდის. არა, ეხლა მისი დრო მოდის, აწინახეთ როგორ გაიფურჩქნება ჯერ. ანუ ეს ერთი თვე ბატონო მიხეილ, ერთი თვე მაგ მაგისტრის ბოლომდე. ივნისის ბოლომდე ესე თქვა, ხო? თვე ინერციული პერიოდია. ეხლა ნახეთ როგორ გაიფურჩქნება, როგორი გახდება თვალებიდან, როგორი წამოვა ნაპერწკალი. აი მე შენ და მე, ხო? აი ხო მერე კონსტატაცია გავაკეთოთ. იქნება ესე თუ არა? ეხლა შემოკარგებო, ეს ხო ერთ-ერთი ყველაზე იუმორით დაჯილდოებული ნიშანია. გონება, מחვილობა, ლოგიკური აზროვნება პლუს იუმორი. აი რა შემოდის უახლოეს ერთ თვეში. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ნიშანი. მასთან ურთიერთობა უპრობლემოა. იმიტომ რომ არასოდეს აი რაღაც თავის პრობლემებს არ გახვევს, ზედმეტად არ წუწუნებს, ოპტიმისტია თავისი ბუნებით და ამიტომ ეს ყველაფერი ახლა კურო ცოტა რთულია ამ ხრივ და უფრო მძიმეა, უფრო სერიოზულად უდგება ყველაფერს და უცებ თქვენ ახლა 20-ის მერე ეგ რაღაც სიმსუბუქე შემოდის. ანუ ადამიანები პრობლემებსაც უფრო მსუბუქად შეხედავენ, შედარებით მსუბუქად გადაწყვიტავენ, ურთიერთობა უფრო მსუბუქ ფორმებს მიიღებს, რა ძალიან კარგია, ხო? ამიტომაც ტყუპები ამ ხრივ ძალიან იდეალურია, მაგრამ მოდი ახლა მარტო კარზე ნუვიტყვით რა. ჩუდიცაა? აქვს რა. რა კარგად დაიწყე ბატონო ვიცი, ეს შენ პირველი და უკანასკნელი არ ახლა ვიც მაგას ამბობს. ყველას უნდა რომ მხოლოდ კარგი ვილაპარაკო, მაგრამ ახლა უარყოფითიც არის და გავითვალისწინოთ რა შეიძლება იყოს უარყოფითი ამ პერიოდში მერცე. სიყვარული ბრმა არის მელაშეში უარყოფით ვერაფერს ვერ ვხედავ. მოიცადი კაცო. აი ახლა ვეცდები რომ აგიხ მასე არ არის საქმე. რა არის, რა ჩანს ერთია და მეორე უკვე ერთად რო იცხოვრებ ადამიანი მე მიხვდები. რა თვისებებია კიდე რომელიც იმალება რაღაც პერიოდში. აი რა ახლა უარყოფითი. სულ სწრაფობა. ამ ნიშანს ყველაფერი ეჩქარება.
საღამოდე ვერ იცმენს. არა გვაქვს დრო, ბატონო მიხეილი. დრო არის არ არის დრო. მესმის, მაგრამ ამასობაში ბევრ საქმეს ჭირდება მოთმინება. ამ ნიშანს არ ყოფნის და შესაბამისად უშვებს. ეს ერთი. მეორე ერთი გამახსენდა მე. მარტო ერთი? აბა კიდე თუ მოინდა ბატონი მიხეილი აღნიშნავს ხოლმე რომ ენას კბილი უნდა დააჭიროს და ინფორმაცია არ უნდა გასცენოს. აი მომწონს უკვე შეისაქციელი, აი მეორე რაც მათ უჭირთ, ეს ხო მოლაპარაკენი, ეს ხო საუკეთესო ორატორია, ხო? და უნდა რომ გული გაუხსნას მთელ სამყაროს და მოუყვეს თავისი გეგმების შესახებ, სურვილების შესახებ, მე ყველაფერი უკვე უბათ რეალდება და ვერ იგებს რატო. რაშია საქმე, ხო? მე სხვები აკეთებენ იმ გეგმებს და იდეებს და ეგ არის რა. არავენ, ამაშია საქმე. ამიტომაც შემოკარგებო იყავით ყურადღებით. ესე იგი ამ ხრივ რომ თქვენ გაქვს რაღაცა იდეა გეგმა, ხო? წინ და წინ უგახმაურებთ. ეს მეორე. მესამე ფულის უყარათო ხარჯვისადმი მიდრეკილება. რის გამოც ხშირად გასავალი მეტი აქ შემოსავალზე, რაც პრობლემებს ქონიის. ამიტომ სანამ ფულს დახარჯავთ, ინვესტიცია ექნება თუ რაღაც სხვა მნიშვნელოვანი, კარგად იფიქრეთ. სვიჯერ გაზომეთ, გაიარეთ კონსულტაცია იურისტებთან და გამოცდილად და ნუ ჩქარობთ აქაც, თორე შეიძლება დანაკარგი იყოს. და მე ვარსკვლავებს ნუ დააბრალებთ. ეხლა შემდგომ რა კიდე ერთი მნიშვნელოვანი ნეგატიური თვისება, შინაგანი მერყეობა გაურება. შეგნით ორი ტყუპია. ორი ადამიანი ერთ ტყუპს უნდა ერთი, მეორეს უნდა საწინააღმდეგო. ამათ შორის მიდის დიდი ბრძოლა, რის გამოც ზოგჯერ დროულ არჩევანს ვერ აკეთებენ, ხო? ამიტომ ეს თვისებები მეტად წამოვა. ნეგატიურ თვისებებს ცოტა მეტი კონტროლი დაუწესოთ, დადებითი ტყუპებისა მაქსიმალურად გამოვიდეთ. დადებითი უფრო მეტია, მოდი შევთანხმდეთ. ნუ დადებითი არის ძალიან კარგი. თავარი აი უარყოფითმა არ შეუშალოს ხელი იმ დადებითის გამოვლენას. კიდე 20 რიცხვის შემდეგ მე ველოდები რაღაც გარკვეული ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულების დოკუმენტზე ხელის მოწერას, უბრალოდ თქვენი ნათქვამია და შესაბამისად არა. შენ რო წარმატებული პერიოდი გეწყება, ამას ჩვენ ვნახავ და კიდე მოგილოცავთ კარგ ამბებს. ეხლა სამწეული ზოდიაქოს ნიშნები შემოკარგებო და პერსპექტივები მათი ტყუპების პერიოდში. სანამ ზე გადის ტყუპებს, აი ზოდიაქოებს რა სად რა სფეროში აქვს უფრო მეტი შანსები წარმატების და რასთან იქნება დაკავშირებული. არა, წყოთ ვერძის პირველი ნიშანი. ვერძისთვის საუკეთესო დროა კომუნიკაციისთვის. ვერძებო, ეხლა გაქვთ კომუნიკაციის პერიოდი, მრავალფეროვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები, რაც შეიძლება მეტი კავშირები, მგზავრობა, მოგზაურობა, ენერგიაც გექნებათ, თანერგოტონუსი თქვენი მოიმატებს ამასთან ერთად, განწყობა უმჯობესდება, დებთან, ძმებთან ურთიერთობა უმჯობესდება, მეგობრული კონტაქტები ფანტასტიკურია, სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი და იმ ინფორმაციას მოიძიებთ, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობდი და გინდოდა და რაღაცა უშლიდა ხელს. ხელშეკრულებების დასადებად მოლაპარაკებებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. ამიტომ იაქტიურებთ. ბატონო მიხეილ, ეს 20 რიცხვამდე თუ 20 რიცხვის შემდეგ აი რომ დავაკონკრეტოთ, თუ ეს მომდევნო კვირა 20 მაისიდან 20 ივნისამდე. აი და ყველა ველოდებით. ეხლა დამოკიდებული ეგრე კი არა. კუროს რაც შეეხება კუროს პირიქით ერგოტონუსი ნელ-ნელა შეუმცირდება. ჯერ კიდევ გაკაჩავს მაისში, მაგრამ ივნისში უკვე უნდა გაუფრთხილდეს თავს. არ გაცივდეს, არ გადაიღალოს და ასე შემდგომ. სამაგიეროდ რა გაუმჯობესებს მის განწყობას? ფული. შემოდის ფული. აი ხა დაწყებული მისი ბიზნესი, ან იდეების რეალიზაცია და შემდგომ შემოიტანს თანხებს. აი ეს თანხები მას განწყობას შეუცვლის სასიკეთო და შეიძლება რაღაც საინტერესო ახალი ინვესტიციები, კაპიტალდაბანდებები განახორციელოს. ამიტომ ტყუპებო, ფულის დრო მოდის. თქვენ ცხოვრებაში რაც ძალიან გაგახალისებთ, მაგრამ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არ გადაიღალოთ განსაკუთრებით ივნისის პირველ ორ კვირაში. რაც შეეხება ახლა მესამე ნიშანს, მთავარი ფავორიტი ვინ არის ტყუპები? მოდის თქვენთვის ვარსკვლავური დრო. ყველაფერი რო გამოგდით, იღბალი რო თქვენ მხარეს არის, განწყობა ნელ-ნელა უმჯობესდება, იმუნიტეტი მატულობს, კომუნიკაცია, ურთიერთობები, ლიდერული ორგანიზებული თვისებები, ყველაფერი წინა პლანზე გაქვთ. ამიტომ თქვენი დრო მოდის, რაც ნიშნავს, რომ მიდექით, მოდექით, ხალხი შეაწუხეთ და იმოძრავეთ და იღავით წარმატებულები. მოკლედ რო ვთქვათ ერთ სიტყვით. კირჩხებს რაც შეეხება. მაგრამ ყველა წარმატება მარტო მე მომიტევი და გეგმები ყველას არ გავუსწრებ. კირჩხებს რაც შეეხება, კირჩხებებო, შემოკარგებო, ეხლა კიდე მაისის ბოლომდე რაღაცები გამოგივათ, მაგრამ ივნისის პირველი ნახევარი რაც შეიძლება ფრთხილად თქვენ გაქვთ დაბადების წინა პერიოდი ერთ-ერთი ურთულესი. იმუნიტეტი გექნებათ ყველაზე დაბალი, დაახლოებით 20 ივნისამდე იქ ეყავით ყურადღებით.
ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, თქვენ საწინააღმდეგოდ მოშურნეები, არასწორი ინფორმაციის მიღების ალბათობა, კონფლიქტები, ყველაფერი იქ მოიმატებს. ამიტომ თქვენ გეწყებათ ერთ-ერთი რთული პერიოდი პირველიდან, ყველაზე ცოტად 15 ივნისამდე. აი ეს პერიოდი გექნებათ ყველაზე რთული. მაისს კიდე გაკაჩავთ, მაგრამ იქ უკვე ჯანმრთელობას ყურადღება და ურთიერთობებს რომ არ აღმოჩნდეთ კონფლიქტებში და ზურგს უკან რა ხდება აკონტროლოთ, იმიტომ ფარულ მტრებს აკარძინავთ. პირიქით თქვენ საწინააღმდეგოდ აძლიერებენ მოქმედებს, ამიტომ კირშხიბს ექნება საყურადღებო. რაც შეეხება ლომს, ლომი გამოცოცხლდება აშკარად, იმიტომ რომ ჰაერი სტიქიაში გადადის მზე, ანუ ტყუპებში და ჰაერი მოგახსენებათ ლომის ცეცხლს აღვივებს. ამიტომ 20 რიცხვის მერე უკვე ლომები, ხო, ესეც არ თუ გავიდეს. ჩვენ რო თქვით, ესე იგი 22 საათი 56 წუთი, 20 მაისი, ხო? გახდება, აქედან იბადებიან უკვე ტყუპები. მეხსოვთ 22 საათზე 55 წუთზე ჯერ კიდევ იბადება ყურო 56 წუთზე უკვე ტყუპებია. ეს შობლებისთვის რომლებიც წუთებიც განსაზღვრა. როგორ წუთები წამებსაც აქვს ზოგჯერ მნიშვნელობა. ამიტომ შობლებისთვის ვამბობ, ვინც ახლა ელოდება ბავშვს 20 რიცხვისთვის, რომ იცოდნენ რა ზოდიაქოს ნიშანი ეყოლებათ. 20 არის ესეთი პერიოდი რა. პირველ ნახევარ და საღამომდე სუკუროები არიან, 22 საათზე 56 წუთიდან მოდიან ტყუპები. ეხლა შემდგომ ლომი აშკარად გამოცოცხლდება, რაზეა ლაპარაკი, ენერგია ემატება, გონება განწყობა უმჯობესდება, ლიდერული ორგანიზებული თვისებები წამოიწევს წინა პლანზე. ერთი სიტყვით, ლომებო, თქვენ ცხოვრებაში მოდის რეფორმების დრო, სიახლეები. შეიძლება ახალი გარეგნობა, ახალი იმიჯი, ახალი ვარცხნილობა, შეიძლება ახალი მანქანა, შეიძლება ახალი ურთიერთობა, ნაცნობობა, მეთოდოლოგია ახლებური, ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტები, საიდანაც ამშვან ადამიანებს გაიცნობ და საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ. ამიტომ რაც მეტად სიახლეს შემოიტანდა არასტანდარტულად იმოქმედებთ, მით უკეთეს თქვენთვის რეფორმების პერიოდია. რაც შეეხება ახლა ქალწულებს, ქალწულებო თქვენ გაქვთ პროფესიონალური წინსვლის პერიოდი, მაგრამ ამისთვის რა არის საჭირო? პირველი, არ გადაღლა, იმიტომ რომ იმუნიტეტი თქვენი ეცემა განსაკუთრებით ივნისის პირველ ორ კვირაში, ამიტომ აქ ნუ გადაიღლებით, თორე შეცდომებს დაუშვებთ. ერთი, მეორე, კარგი ურთიერთობების შენარჩუნება კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან. აი ეს ბევრად განაპირობებს საინტერესო წინადადებებს, რომელიც თქვენს პროფესიონალურ წინსვლასთან და განვითარებასთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ სწავლისთვის და პროფესიონალური კარიერული წინსვლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ წინ. მაგრამ გადაღლის გარეშე პირველ ორ კვირაში ივნისისა ვიმეორებ. სასწორებო თქვენ გაქვთ საუკეთესო პერიოდი მგზავრობისთვის. აი, ვინ უნდა იმოგზაუროს ახლა თან უცხოეთში, მაქსიმალური კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, აქ შეიძლება ინვესტორი იპოვოთ უცხოეთში, აქ შეიძლება ფინანსური კაპიტალიზაცია მოხდეს უცხოეთიდან, პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, სწავლისთვის თუ გინდათ, ან რაღაცა ღრმა საოცარი შტაბის მისაღებად ერთ-ერთი საუკეთესო დრო გაქვთ. რაც შეიძლება მეტი ოპტიმიზმი წინა პლანზე, აქტიურობა, ენერგიულობა, ეს გაძლევთ საშუალებას ფინანსურად გაძლიერდეთ, თქვენი იდეებიც განახორციელოთ და ბევრი სასიკეთო ცვლილება შემოიტანოთ თქვენ ცხოვრებაში. მორიელს რაც შეეხება, მორიელს სჭირდება რასაკვირველია ენაზე კბილის დაჭირა. საიდუმლოს დაცვა ზედმეტი არ ილაპარაკოთ, რაც მათ უყვარდა, ეს მათი კრედოა პრინციპში. მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა და აგერ ჩვენ ლიკასთვის იქნება საინტერესო, პერიოდი არ იქნება ცუდი სამოგზაუროდ. უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის სასურვიშენს გელოდება ლიკა მე მგონი და ამ ხრივაც ისიამოვნებს ტყუპების პერიოდი შენს. თან ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე მივდივარ. მით უმეტეს. უბრალოდ პირველიდან 15 რიცხვამდე ივნისისა არ გადაღალო შენი ორგანიზმი. თავარი ესა. დაიღალე, ოღონდ არ გადაიღალე. მე რატო არ ვიცი რა საქმეზე მიტიხარ? რაღაცა გამოგეთქვი. ჩემი შვილის გამოსაშვებზე მივდივარ. დაჯილდოებაზე უბრალოდ გამოსაშვების ხვალა აქვს და ვერ ჩავდივარ, მაგრამ ჩვენიერი. პირველად ჩაიწყეს შარვაკოსტი. ჩვენიერი გაიხარებ და ჩამოხვალ კიდე უკეთეს განწყობაზე, გადასარევი. ეხლა რაც შეეხება უკვე შვილდოსნებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ქორწინებისთვის. ქორწინება, სასიყვარულო კონტაქტები, პარტნიორული თანამშრომლობა, გინდათ საქმიანი, გინდათ ბიზნეს პარტნიორი და შემოქმედებითი ინჭის და უნარის გამოვლენა. ერთ-ერთი საუკეთესო, ამას დაუთმეთ ძირითადი ყურადღება და იყავით მაქსიმალურად სამართლიანი. რაც შეეხება თხისკებო თქვენ ჯანმრთელობას უნდა მიაქცევთ ყურადღება პირველიდან 15 ივნისამდე. აქ თქვენი ჯანმრთელობა კლებულობს, თან სამედიცინო შეცდომების ალბათობაც მაღალია და მაქსიმალურად აკონტროლოთ თქვენი ემოციები კოლეგებთან, ხელმძღვანელთან მიმართებაში. აქ რაიმე საგრძე არ დაიძაბოს ურთიერთობა. სამაგეროდ ეს პერიოდი მოგცემთ საშუალებას უკვე რომ დაალაგოთ თქვენი გეგმები, დაალაგოთ თქვენი აზრები და მოიმზადოთ თქვენთვის უფრო საუკეთესო პერიოდისთვის, რომელიც უკვე 20 ივნისის შემდგომ დაგეწყებათ. მერწყულ
სიყვარულებს რა შეეხებათ? ეხლა ესეთ რამეს ვეთქვი, არ ვიცი ხარ რა სიზავს. სიყვარულის დროა. ჩემო გარგებო. შეიძლება სამყაროს თავისი კანონები აქვს. ეს მოსლას შეიძლება ესეთი ადამიანი ეხლა შემოვიდა შენ ცხოვრებაში, ვითარას არა, არის, მაგრამ ეხლა ხო იცი ზოგჯერ მართლა განწყობა სხვანაირი გაქვს და სხვა რაღაცა გადლებს წარმატებას. ეხლა დროს რო ვამბობ რას ნიშნავს? აი ეხლა შეიძლება შემოვიდეს ის ვისაც ელოდებდი. მიხვდი რა შეასაქმე? ან დაუშვათ თუ გაქვს ურთიერთობა, ეს ურთიერთობა აშკარად გაუმჯობესდება. ურთიერთობა უმჯობესდება შვილებთან. აი ახლა შეგიძლიათ საუკეთესო ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, გაიფურჩქნებით. ენერგოტონუსი 20 რიცხვის მერე მატულობს, კაცოლებთ უფრო აქტიური, დინამიური გახდება. მერწყოლები ლიდერები ხომ არ არიან? უფრო რაღაც გუნდური მოთამაშეები არიან თითქოს. ვინ გითხრა შენ ეს? აბა, აიღე მაშინ, აბა ფრანკო ძეფირელიმ და გენიოსმა ოტარიოსელმა, გენიოსმა რეჟისორებმა რა თქვან, რომელთა 90% მერწყოლები არიან ძირითადად. ინდივიდუალური სწორედ პირველი მათი იმპულსი არის ინდივიდუალური და მეორე უკვე კოლექტიური ძალისხმევით ჩდება იმ შედევრები, რომელიც ჩდება ამის შედეგად და საუკეთესო მეცნიერები ეხლა კადრება, ეხლა ჩვენ ისეთი მეცნიერები 60% ნობელის პრემიების ლაურეატები სამეცნიერო-ტექნიკურ დარგში მერწყოლები არიან. იმათ ინდივიდუალური ხედვა აქვს და ინდივიდუალური და თომას ედისონმა დმიტრი მენდელეევმა ძალიან ბევრი გენიუსი ამნიშნით. და რა კარგი შეფასებები. ხო, ამიტომ მივარ განაბული. კი ბატონო, ეხლა რა შეეხება თევზები ზოდიაქოს ნიშნისთვის საუკეთესო პერიოდია საოჯახო საათოსო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. სახლში შეიძლება რაღაც საყოფაცერო საკითხების მოსაგვარებლად, დიზაინის შესაძლებლად. აი დიდ ხანს გინდოდათ რაღაცა. შეიძლება უკანის გამოცვლა, შეიძლება რაღაცა გალამაზება სახლისა. აი საუკეთესო დრო ეხლა. მაგრამ ამავდროულად მოდი გავიტყვილოთ თქვენი წარმატების ადგილი ეხლა არის სამშობლო. ამიტომ უახლოეს პერიოდი 20 რიცხვამდე ყველაზე მეტი შანსი წარმატებისა გაქვთ აქ. დაერდენეთ ინტუიციას, თქვენს თუ საიდუმლოდ იმოქმედებთ, მე წარმატებას მიაღწევთ. ოღონდ პირველიდან 15 ივნისამდე ცოტა ჯანმრთელობას მიაქცევთ ყურადღება. რო არ გადაიღალოთ და აქ ოჯახის წევრებს ზედმეტად არ ეკამათოთ. მაშინ იქნება გაცილებით უკეთესი ეს პერიოდი. მოკლე ინფორმაცია შემოკარგებოდა წარმატებები ყველას ტყუპების პერიოდში. მოკლედ ამაიმედებელი და ფანტასტიკური ინფორმაცია ჩემთვისაც და შენთვის. ერთი სამშაბათი დღე უწევს, რატო გადავწყვეტ არ ვიცი 21 ხო, სამშაბათი უწევს და შემდეგ პარასკევს ბატონი ხელს მოვახსენებთ რა როგორ და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ენერგოტონუსი მოწოდების სიმაღლეზე იქნება. მადლობა ბატონ მიხეილს. ზანდით. და მადლობა ლიკუნას. რიცხვამდე, ესე იგი ჯანსაღი ყვება თუ დაგვეხმარება და გვიშველის.